ეს მე ვარ ამაზონის ჯუნგლებში. სანადიროდ გამოსული პირველ ყოფილურ ტომთან ერთად. ეს არის ყველაზე უნიკალური გამოცდილება. ასკევდეს მე მიხე ალბათ. ვაორანის ტომი ერთ-ერთი უკანასკნელი მონადირე ტომია ამაზონის ჯუნგლებში. ისინი შეგნებულად უარს ამბობენ ცივილიზაციაზე. ნადირობენ ყველაზე უცნაური მეთოდებით და ასევე უარს ამბობენ ტანსაცმლის ტარებაზეც. და თუ რატომ ამას ვიდეოს მანძილზე გავცემ პასუხს. თულია ამათი ცხოვრება. ჩემთვის არის ყოველთვის თვაშთული. ამათთვის სიცოცხლის წყაროა. ისინი ჭამენ იმას, რასაც მოინადირებენ. და თუ ეს მონადირებული ცხოველი მაიმუნია, ყველაზე ბედნიერები არიან. Wild pig or mono? Or mono, yeah, he said that mono. ან მაიმუნი ყველაზე საუკეთესოა, რასაც ჭამდა. და მაიმუნზე ნადირობა იმაზე ბევრად რთული პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინი და ამჯერად უკვე დ-ვიტამინით სავსე კაცი. სწორედ ამიტომ მესმად შევუერთდები, რომ მოვინადირო ჩემი დაუძინებელი მტერი, მაიმუნი. ალბათ გაინტერესებთ, ვინ შეიძლება იყოს ამ ყველაფერში შენი მეგზური. შენი მეგზური შეიძლება იყოს შენი მეგზური. სწორედ შენი მეგზურის დახმარებით ჩამოვაკითხე აქაურ ტომს. გამოიცვალე რამდენიმე ფრენა. 10 საათი ვიარე ნავით და გზად გადახვდა უამრავი თავგადასავალი, რომელიც წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ. მიდი! არ გაჩერდე, დავაი! და როცა ანაკონდასთან ბრძოლა წარმატებით დავასრულეთ, მზად ვიყავით შეგვესვენა, რომ მაიმუნებზე სანადიროდ ენერგიები აგვედგინა. ბრინჯი არის თევზით. როგორია ეს ჭამოწირო ტიტული განაგდის ის ხედავ. და უცნაურია. დავარეთ ქვემოთ არ ჩაიხედა. წინა ვიდეოდან მოყოლებული ალბათ კითხვები გქონდათ. საერთოდ ვინაა ეს ტომი და რამდენად ახლოსაა თანამედროვე ცხოვრებასთან? ამის ამოსახსნელად პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რა კატეგორიის ტომები არსებობს თანამედროვე სამყაროში. დღესდღეობით ტომის ორი კატეგორია არსებობს: კონტაქტური და არაკონტაქტური ტომები. არაკონტაქტურ ტომებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება თანამედროვე სამყაროში. მათ არ იციან, რო განვითარდით. ისინი ამაზონის ღრმა ჯუნგლებში დარბიან და მათთან ნებისმიერი კონტაქტი ძალიან სახიფათოა. Even now if you go to uncontacted tribe, there is no chance you will survive, right? No, es que nos matan a nosotros. Sí. Yeah. თუ ნებისმიერ YouTube ვიდეოში ტომი გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტომს თანამედროვე ადამიანებთან რაღაც კავშირი მაინც აქვთ და ასეთ ტომს კონტაქტური ტომი ქვია. სწორედ ასეთები არიან ვაორანის ტომის წევრები, რომლებიც ჩემ წინ ეხლა შიშვლები ჭამენ. მაგრამ ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ჩემნაირი ტურისტები მოიზიდონ და ფული გააკეთონ. თუ ეს მართლა მათი ცხოვრების სტილია, სწორედ ამის დასადგენად ვაპირებ, რომ გავატარო ერთი კვირა ვაორანის ტომთან და რაც მთავარია, მზად ვარ ვინადირო მაიმუნებზე. რა უცნაური გამოცდილება. ზუსტად ერთი წლის წინ წარმოვიდგინდი, რომ ეს ახლა ვიჯდებოდი ესე ფოთოლში გახვეული ბრინჯით და თევზით. და ჭამის მერე ველოდები მაიმუნებზე როდის წავალ სანადიროდ. მაიმუნებზე ნადირობა დაზვერვით იწყება. ნავიდანვე ვზვერავდით ხეებს, რომ დაგვენახა სასურველი მაიმუნი და პირველი მაიმუნიც დაახლოებით 10 წუთში გამოჩნდა. ტომელები ძალიან გახარებული ჩანდნენ და სასწრაფოდ დაიწყეს მობილიზება, რომ დაეწყოთ ნადირობა თავიანთი უცნაური იარაღებით. Fuck, შენი დედამ. მოვიდეს და ჩუმად არიან, რომ არ გააქციონ. დევისი. ვერსად ხედავ. Niño, mátaba. სას ხედავ. Ven, amainda. ერთმანეთს რაღაცებს ანიშნებენ. მე ჩუმად უნდა ვიყოთ. გაერთოლია როგორც ეს. Просто ყალები. შეხშიშველი როგორ დარბია, ბიჭო. მაიმუნი მშვიდად არ გველოდებოდა. მან თავიდანვე შეგვამჩნია და ხიდან ხეზე გადახტომით დაიწყო გაქცევა. გაიქცა. იქით არის. წავედით. რა ხორცია ესეთი რომ ესე წვალობენ. არ ვიცი. მე მანამდე წარმოდგენა მქონდა, რომ მაიმუნს ადვილად დავიჭერდით და ის ისე დაგხვდებოდა როგორც ტურისტს ბალის ტყეში. თუმცა ეგზოტიკური კურორტებისგან განსხვავებით, მაიმუნები აქ ადამიანების მეგობრები არ არიან. მათ ზუსტად იციან, რომ ადამიანებმა შეიძლება მათზე ინადირონ და სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა მაიმუნის მონადირება.
ბიჭო რას დარბია? აუ ბიჭო თან შეშველე. აუ მოუკოდე იმე. ტომელები ისეთი სისწრაფით გარბოდნენ, რომ ვერ ვეწეოდი და ამას ართულებდა ისიც, რომ აქაურობას არ ვიცნობდი. აუ რას მირბია? ალე საათ ხართ? მით უმეტეს, რომ თუ დავიკარგე შანსია, რომ გადავეყარო იაგუარს, უამრავ შხამიან ბაყახს ან ობობას. რა თქმა უნდა, შეიძლება გადავეყაროთ შხამიან გველებს. თანაც ვარეკას ნათქვამი აქვს, რომ მისი ბებია შხამიანმა გველმა მოკლა. და არა მარტო გველს. აქ მცენარეებიც საკმაოდ სახიფათო და ზოგჯერ მომაკვდინებელია. Fuck. შენი დედა. შემესო. ამდენი ეკალია და ამ შიშველტანზე როგორ უკაჩამენ ამ შიშվել ფეხებზე. არ ვიცი. ვაახ შენი დედა. ეს შოვი? ხო. წონ შემესო. Wait 1 minute. მიდი წადე შენ. ეკალის ამოღება ცოტა გადაიწევს. რომ კარგავთ. Fuck. ავიც. დავიჭერთ. თუ არა. მაგრამ მე ვერ დავინახო. დაჭერას ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ ძალიან ჩამორში. მე ვჩქარობდი იმიტომ, რომ შევსწრებოდი ზუსტად როგორ ესროდნენ მაიმუნს. თუმცა სამწუხაროდ ტყეში მუდმივად პრობლემებს ვაწყდებოდი. მარტო მაშინ ვახერხებდი დაწევას, თუ მაიმუნს ერთ ადგილას მოიმწყვლევდნენ და თვითონაც გაჩერდებოდნენ. დაახლოებით 20 წუთია უკვე დავსდებთ. ეს არის ყველაზე უნიკალური გამოცდილება. რაც გეოდეს მე მიხი ალბათ. აი ამ სანახავაში ჩართო. Niño, mátaba. Ven, amainda, ven, amainda. Está igualico. Y no, no. ტომელებს მაიმუნზე ნადირობის განსაკუთრებული ტექნიკა აქვთ. ისინი სული შებერვით ესვრიან შხამიან ისლებს. იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაიმუნს მოხვდება. მაიმუნი საკმაოდ მოქნილი აღმოჩნდა და ისრების წვიმაში რაღაცნაირად მოახერხა ხელიდან დაგვრსტომოდა. ამაზონის ტყე უხნარეკიანია და ამიტომ ხშირად ხვდებოდი ტალახიან და ჭაობიან ადგილებს. ისე რომ ჩვენი ბოტები ხშირად გვაფერხებდა და აქ უკვე ლოგიკური ხდებოდა, რატომ დარბიან ტომელები ფეხში შველა. ალე ჩაიფალი. ბარო. Fuck. თვითონ როგორ ფეხები ჩაყოფილი. ვერ მოზრაო, ბლედ. Fuck. ჩამწრა. შენ უნდა მოგიდე. Fuck. რაღაცა შემეს. მომე, გამოდა. ხაში ჩამს. აი ვიდი მალე. ემოცია ხმარა. დაგეხმარები. ხოჩმე. არ მინდა თვა. არც მაიმუნი მინდა. არაფერი არ მინდა. გაძუნძგული ვარ. ჭყლაპოშიანი. გამოიწერეთ ხო? რა გაგიხდათ? არხის გამოწერა. აი ესეთ ვიდეოებს თუ ვინმე გთავაზობთ, იმის არხის გამოიწერეთ. ავანდა ეს არხი არ დაგავიწყდეთ. ქრას არ დავატეხი. თავარი ეგარი. დაახლოებით 40 წუთია დავსდებთ. დედა მაიმუნს. ბევრი სირბილის
და უამრავი დახარჯული ენერგიის მერე როგორც იქნა მივახციეთ ომელებთან. დაიჭირეს? დაიჭირეს? ვიპოვეთ. ჩვენი ძმები. როგორც იქნა მივახციეთ. We stay here for a few couple of minutes to what's happening now. აქ შეიძლება რამე ჭაობი აღმოჩნდეს და ჩაგითხრიოს. ესეთი რთულია ამათი ცხოვრება. ჩემთვის არის ყოველ შემთხვევაში რთული. ამათთვის სიცოცხლის წყაროა. მათი აზრით მაიმუნი ხეზე იმალებოდა, თუმცა დარწმუნებულები არ იყვნენ და მაიმუნი რომ ჩამოეგდოთ ხის მოჭრა დაიწყეს. ეს აქეთ წამოვიდა ბინონგონ იქ სტადიმალება ძვეჭველი გაქცეულია. მივია გავიწინა. ეს ხე ტყუილად წაიქცა. სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ მაიმუნი იქ არ იმყოფებოდა და ხელსარიელი გვიწევდა დაბრუნება. ნადავლის გარეშე მივდივართ. შენი თეთა. მაგრამ ისინი არ დანებდებიან. სანამ არ იპოვიან. დავკარგეთ მაიმუნი, ხო? We lost monkey, right? Yeah, muy rápido. ¿Se perdió el mono? Sí, se perdió. მაგრამ ვიპოვით. But we will find another one. Ahora, ¿qué vamos a hacer? ¿A dónde vamos a ir? Vamos a hacer otro mono. Okay, yes. იხედავდი მისა რომ დღეს უდიდესი ანაკონდა მოვინადირეთ. ანაკონდას გემრიელ ხორცი იმდენად გემრიელი არ არის, რამდენადაც პატარა მაიმუნის, რომელიც ალბათ 5-ჯერ უფრო ან 6-ჯერ უფრო ნაკლები ანაკონდას. ჩვენმა სირბილმა არა მარტო უნადავლოდ ჩაიარა, პირიქით, აქეთ მივიღეთ დაზიანებები. What happened? მიუხედავად დაზიანებებისა, ტომელებს დაღლა სულაც არ ეტყობოდათ. მით უმეტეს რომ ისინი ჩემგან განსხვავებით საკმაოდ მძიმე სანადირო ეკიპირებას დაარბენინებენ და იმისთვის რომ გავიაზროთ რისთვის ჭირდებათ ეს ყველაფერი უნდა მოვყვეთ როგორია მათი ნადირობის ტექნიკა სადაც მთავარი ატრიბუტი შხამია შხამი რომელიც ამ უწყინარი ხისგან მზადდება Okay, this is the curare vine. ეს არის? Yeah, it's very flat, it's always and everywhere. Is no danger? No, we need to cook, we need to prepare this. Usually it's like no. Ahí va, espera, manillo, თუმცა ამ მდგომარეობაში კურარის ხე არც ისე სახიფათოა. უფრო მეტიც, მისი ნედლად შეჭმაც კი შეიძლება. I will not die. No. I say one day it's cook and then yeah. So right now just only to try. Oh, ahí con el ponte ahí. Tell me. It's very sweet. It's very sweet. Es muy dulce esa. No, I don't believe. ხურა მწარია იცი. But if I have cut on my hair, no problem? No. Are you sure? Seguro dice. ეს ხე იქამდე არ არის მომწამლავი, სანამ სპეციალური რეცეპტით არ მომზადდება. ამისთვის ისინი პირველ რიგში ამ ხეს ნაწილებად ჭრიან. აგროვებენ და მიაქვთ სახლში, რომ მისგან საწამლავი დაამზადონ. ხეს ქერქს აცლიან და ანათალს აკეთებენ. ნაფოტებს ფოთლებში ახვევენ. ზემოდან წყალს ასხამენ და რამდენიმე საათი ადუღებენ, სანამ შავი ბლანტი მასა არ გახდება. გამზადებულ შხამში ისარს ამოავლებენ და მომოკვდინებელი საშუალებაც მზადაა. It's ready? It's ready. თუმცა იმისთვის რომ მაიმუნებო ვერ შეძლონ ამ ისრის ამოძრობა ტანიდან, ტომელები მათ ისეთ ფორმას აძლევენ, რომ ის არის წვეტი შერჭობისას გადატყდეს. შემდეგ ამ ისარს დებენ 3 მეტრიან ხელნაკეთ მილში. თუმცა მანამდე ამ მილს წმენდნენ. ისარს ახვენ ბამბას, რომ შექმნას საცობი და ისარი წნევით გავარდეს. ზუსტად ისე როგორც პატარა კაკოს შეიძლება ესროლა კალმით ფურცლები მასწავლებლისთვის. რა, ნახე სად გაერჭო? ქვაში გაერჭო? ღადაო? ისინი იმდენად დაუსტატებული არიან ამ ტექნიკაში, რომ 30 მეტრზეც კი შეუძლია მიაღწიოს ნასროლმა. გარდა ამისა, ტომელები გამორჩევიან საოცარი სიზუსტით, რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. Can you stand here? Go here. Yes. Yeah? No. You go. No. I don't believe that. ეს ტექნიკა ტრადიციიდან გადმოეცემა და უპირატესობა ისაა, რომ უხმოა. და ამ ტექნიკას იყენებენ ახლა ცხოველების წინააღმდეგ და იყენებდნენ მანამდე ადამიანების წინააღმდეგ. It would kill also a human if you throw. Claro, cuando entra adentro, You see that when we did this, it goes in our body. deja eso como cerca de sangre ahí. Don't throw to me.
Mino. მოწამლული ისრის მოხვედრა სისხლში კუნთებს თიშავს და უუნარო ხდებიან. მათ შორის თიშავს სასუნთ კუნთებს და სწორედ ამიტომ მოხვედრიდან 10 წუთში მსხვერპლი იგუდება. This he don't have as antidote for the some people it's happen like for example. These unconducted tribes use same way? Sí, todo. To human if I Todo esto mismo. Claro. ყველა ტომი მსგავს რამეს იყენებს. პატარა სული შებერვით ნასროლი მაიმუნს და ეგრევე მკვდარია. იგივე მოხდება ადამიანზეც. ამიტომ არის საფათო ეგეთ ტომთან მისვლა, იმიტომ რომ ეგრევე გესმიან რა. გამარჯვების თმასაც არ დაგაცდიან. არა ინტერესებს მითხარ. ამ ტომის მიზეზი გასაგებია. მათ მაიმუნი იმისთვის ჭირდებათ რომ ოჯახი გამოკვებონ, მაგრამ ჩემი მიზნები უცნაურია. ამდენი ხანი ალბათ გაინტერესებდათ, რატომ არ ვამბობ თავარ სათქმელს. მე რა მინდა მაინც და მაინც ამ ტომში. უფრო ზუსტად და ჩემი სიტყვებით რომ ვთქვათ, ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ მაიმუნი ჩემი YouTube კარიერის სიმბოლო გახდა. მას შემდეგ რაც პირველად მაჩვენეს, რომ არსებობს მაიმუნი კაკო, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, მიზნად დავისახე სიცოცხლის ბოლომდე გამესრო ამ მაიმუნისთვის. ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ სიკვდილით წინ მანქი კაკოზე მეტი გამომწერი მყავდეს და ამიტომ დააჭირეთ რა. და ეს ამბავი მექსია ჩემი YouTube კარიერის მთავარ მიზნად. და ამ პროცესში ყველა გავერთიანდით. შეიქმნა ჯგუფი MMS-ი, მაიმუნთან მებრძოლი საზოგადოება. კომენტარებში ხშირად მიწერდნენ ჩემი და მაიმუნის დაპირისპირების შესახებ. ამავე დაპირისპირებას ხშირად ახსენებდნენ სხვადასხვა გადაცემებში. მე მიყვარს ადამიანებს მაიმუნი. მაიმუნი და გაკრას მაიმუნი. აშენ გაგო YouTube-ზე გაგო არა მაიმუნი. მაიმუნი კაკოზე არის. შიუმან კაკოზეა საუბარი. არა, კი. მიხედავდნენ ნახატებს ჩემი და მაიმუნის დაპირისპირებაზე. მივიწვიეს გადაცემაში, სადაც მაიმუნი დამახვედრეს და მაიმუნმა მიკბინა. მიკბინა. ეს ვიცავარ მიკბინა კმენიო. სოფიადე ხوار არის. რისთვისაც სოფის აცრები დამჭირდა და კინაღამ გადაიდო ეს ჩემი დიდებული სამხრეთ ამერიკული თავგადასავალი. მოკლედ მაიმუნმა გამამწარა და სწორედ 200,000 გამომწერის აღსანიშნავად მოვედი ამ ტომში. ტომში, რომელიც მაიმუნზე ნადირობს. ასევე 200,000 გამომწერის აღსანიშნავად დაიწყო ყველაზე გრანდიოზული TikTok გათამაშება, რომლის წესები სახსრაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. თუმცა რა დროს TikTok გათამაშებაა, როცა მაიმუნის მონადირებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. Yeah. If we can fill it up, so we can bring it. ტომელებმა მაიმუნი შორიდანვე დაინახეს და მივხვდი. ამჯერად მაინც მოახერხებდნენ იმას, რაც წინაცდაზე არ გამოუვიდათ. მაიმუნს მიზანში მოარტყამდნენ. თუ ორია. ტომელებმა ნავიდანვე ესროლეს მაიმუნს და მიზანშიც მალევე მოარტყეს. დაიჭირა ეს? ეს სცენა იმას ნიშნავდა, რომ ის არის მაიმუნს მოხვდა და კუნთებმა პარალიზება დაიწყო. ადამიანს როგორ გავს? ისინი ამ პატარა მაიმუნის მოკლამ აზარტში შეიყვანა. და ლოგიკურიცაა. მათთვის ხომ ეს ხორცი ისეთივე ხორცია, როგორც ჩვენთვის ღორის ხორცია, რომელსაც მოგვიანებით შაურმაში ან ხინკალში გემრიელად შევჭამთ. აზარტში შეიყვანა იმდენად, რომ როცა კიდევ ერთი სხვა სახეობის მაიმუნის ხმა გაიგეს, გადაწყვიტეს მასზეც ენადირად. Que ellos se quedan aquí, si acaso quieren caminar o algo. Sí, no vamos. Vamos Vamos a caminar aquí. Una hora media ya van a ir ya. Okay. Además van a caminar allá. Need for 1 hour half, go walk. It's okay if you want to stay. It's okay. მე ახალ მაიმუნზე წასვლის სურვილი აღარ მქონია, რადგან ეს პროცესი იმაზე ბევრად შემზარავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. თუმცა ნავში მოცდას მაინც გაყოლა ვარჩია. ამ დროს ტომელები კი ჩემგან განსხვავებით ბევრად ბედნიერი ჩანდნენ. როგორ ბედნიერი არ დაიჭირა? ბედნიერია არა მარტო იმიტომ, რომ საკვები აქვს, არამედ იმიტომ, რომ მონადირე კაცს ამ ტომში უკეთესი სტატუსი აქვს. იმდენად, რომ ამით განისაზღვრება ცოლების რაოდენობაც. How many wives does I have? Ginta tiene 2. You? 2? One. You? 1. You?
One, okay. Uno. You? Oh, so what, bro? What is going on? ვარეკა სწორედ იმიტომ ყავს ყველაზე მეტი ცოლი, რომ ის საუკეთესო მონადირეა და ქალები უფრო ენდობიან. And he's a hunting man. And his hunting man is like him. The woman is follow him. If you hunt more, they respect more. If you are good hunter, they respect more. Más animales, tienes más chance de tener mujeres o quieres. So I have no chance. ვარეკა ცოლის მოსაძებნად შორს არ წასულა. სამივე ცოლი ერთმანეთის ოჯახის წევრია. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ისინი ერთმანეთის დები არიან. But they're sisters, right? Your wife. Las esposas son las mismas hermanas. Sí. Three sisters. Yes, three sisters. And you started like one time or like little by little? No, paso. No, step by step, one by one, not too fast. მაშინ როცა კაცები ნადირობენ, როგორც ძველად ქალები აქ შემგროვებლობას ეწევიან. ამისთვის ჯგუფურად მიდიან სასმელისთვის საჭირო მცენარეების შესაგროვებლად. და რადგან მეც მინდოდა ამ გამოცდილების მიღება, გადავწყვიტე გავყოლოდი. სხვა თუ არაფერი მძიმე კალათების თრევაში დავეხმარებოდი. ეხლა მივდივართ იუკას მოსაკრეფად. What is the second name, Yuka? Maniok. Maniokის მოსაკრეფად რო ჩიჩა დავამზადოთ. ჩემთვის რაღაცნაირი შოკი არა ის, რომ იუკას მოსაკრეფად მივდივართ. არა მედი ის, რომ ფეხებზე კიდიათ რა ცვიათ რა. სირცხვილის ან განჯის გრძნობა არ გააჩნიათ ამ კუთხით. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ესე არიან და ცხოვრობენ ისე როგორც უსწორდებათ. ამ შემთხვევაში ასეთია საზოგადოების ნორმა აი აქ. არ ვერ გეტყვით ეს სწორია თუ არა სწორია. უბრალოდ სამყარო ეგეთია როგორიც არის. თუმცა ტომელები ყოველთვის შიშულები არ არიან. პერიოდულად მათ ეცვათ თანამედროვე ტანსაცმელიც. და რა არის ამ ყველაფერში ტყუილი? რისთვის ჭირდება ტანსი შიშულე ამ პირიქით? ეს კითხვები ჩემი ერთკვირიანი ცხოვრების მანძილზე ნენელა დავსვი და ვეცდები ერთიანად გაგცეთ პასუხი. წინ გზელი გზა გვაქვს. მაგრამ თუ დავიღალე ენკა ყოველთვის შემგვერდით არის. იუკას მოსაგროვებლად კალათია საჭირო და ამისთვის ფოთლებითვე წნიან კალათს. სწორედ ამ კალათში ყრიან იუკას. სცენარეს, რომელიც მიწაში იზრდება და მისი ამოთხრაა საჭირო. ამოთხის მერე შეგროვებული იუკა სახლში მიაქვთ, თუმცა კალათს საკმაოდ უცნაური მეთოდით დაატარებენ. I don't have hair. My hair will Do it. I like her. Please. იუკა სახლში უნდა მივიტანოთ, რომ მისით მომზადება დავიწყოთ. სწორედ მომზადების შემდეგ მიიღება ალკოჰოლური სასმელი ჩიჩა, რომელიც ნადირობიდან დაბრუნებულ დაღლილ მამაკაცებს რელაქსაციაში დაეხმარება. ეხა იდეალური მომენტია რომ სელფი გადავიღოთ. სელფი ფოტო. იმიტომ რომ სელფი Vodafone-ის პარტნიორი გახდა. სელფი გახდა Vodafone-ის პარტნიორი. ამა წარმოდგენა არ აქვს და ფეხებზე კიდიათ, მაგრამ სელფი არის Vodafone-ის გლობალური ქსელის პარტნიორი უკვე. რაც მასმაკ ეგეც აღარ მექნება ცოტა ხანში და ამიტომ კომპანიას მიმართავ რომ იზრო უკვე დაიჭირო თადარიგი. თალიზი, შმალიზი, ერლაინი, მიერლაინი უკვე დაიჭირო თადარიგი. I'm Waurani. Yeah. რა თავია კასეთი ვერ უძლები მე. შეიძლება იმიტომ რომ ბევრი ტვინი მაქვს და მაგიტო აჭერს წნევა რა, ხო ხდები? ტვინის მომდე იქნება უეჭველი. ერთ რამეს გეტყვით. უეჭველი არ მსახურებს გამოწერას. გამოიწერეთ რა. მეტი რა გადავიხო. სახლში დაბრუნებისთანავე ქალები შეგროვებული იუკას ასუფთავებენ, რეცხავენ, ჭრიან და ნელ ცეცხლზე ადუღებენ. პიურია. მენა პიურია. მოხარშულმა იუკამ რომ ფერმენტაცია დაიწყოს, პირველ რიგში უნდა ჩაპრესო ამ ჯოხით. თუმცა პროცესში ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი.
That's how they make chicha, I guess. What is going on? In our mouths we have a little bit salts. For this is they put this little bit they do like and then throw out and then they mixtures. მე ანუ ხო შეიძლება რომ მე დავიტოვო პირში ჩემი სიმლაშე და მე შევაზავო. ვარეკა მითხარ რომ ჩვენი წინა მაიმუნი არც ისე გემრიელია. ის მწერებს ჭამს. მაიმუნი რომელზეც ამჯერად მივდივართ სანადიროდ გაცილებით დიდი და გემრიელია. გემრიელია იმიტომ რომ მხოლოდ ხილს ჭამს. თანაც ამ მაიმუნზე წასვლა მე არ მომითხოვია. რაღაც მომენტში მეკონა რომ ამას აკეთებენ ტურისტებისთვის და არა თავიანთი თავისთვის. მაგრამ მე ძალიან დავიღალე და ხო არ წავიდეთ მეთქი. უკან შევთავაზე და არაო ჯერ კიდევ უნდა ვინადიროზე და თუ გინდა დავგელოდე ნავშიო და ეს წამოვყევი. ანუ ამას ესენი რომ დამესად მხოლოდ სადემონსტრაციო დაკეთებდნენ ამას ეგრევე ბედნიერი წამოვიდოდნენ ალბათ უკან, მაგრამ არ იღლებიან და უნდათ რომ ბოლომდე შებრუნოს. ამ მაიმუნამ თუ მისაღწევ გზასაც არ ჩაუვლია წინააღმდეგობის გარეშე. მაგალითად გზაზე შეკვდა პატარა მდინარუკა, რომლის გადასალახადაც ხიდი იყო საჭირო. ვაკ როგორ გადავიდე? აი. ცხადია რომ აქაც ისევ ჩამორჩებოდი. ერთ-ერთი რაც ვიცოდი ის იყო რომ მაიმუნს კვალზე გაყვნენ. დაახლოებით 1 საათიანი სიარულის შემდეგ მივადექი ტომელებს, რომლებმაც მითხრეს რომ მაიმუნს ესესაა ესროლეს. გონი მოკლეს არ ვიცი რა, სანამ ჩვენ მოვაგერნებდით, ამასობაში ამათმა რაღაც დიდი მაიმუნი დაიჭერეს. ესროლეს და ეხა ხეს ჭრია რომ გაჭედილია რა, ან მკვდარია და ან გათიშულია. ხის მოჭრა დაახლოებით 9 საათი გაიწელა. ამით კიდევ ერთხელ დავინახე პერსპექტივა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის თუნდაც ეს მაიმუნი. ამასობაში მაგარი თავსხმა დაიწყო და ჩვენ ჯერ კიდევ ჩეხავთ. ერთი პატარა მაიმუნის გამო რას უშვებიან ამ ხელახეს. რათობით წელი ამ გენიალურ ტყეში დგა ეს ხე. ეკვადორი განვითარდა. ჰერაყის ომი მოხდა. რუსეთმა უკრაინას შეუყია. რავი, დააღარბო. პირამიდები კიდევ დაძველდა. ერთი პატარა მაიმუნი დაახტა და მაგის გამოჭრიან ახლა ამ ხელს. Cross to other side please. ტომელები არ ნებდებოდნენ. მათ აუტანელი სურვილი ჰქონდათ ამ დიდი მაიმუნის ჩამოგდების და დაღლილები ერთმანეთს ხშირად ენაცვლებოდნენ. ჩემ ფავორიტი ეს კაცი. იმიტომ რომ ყველას გაიჭუჭულობ. დააკომენტარეთ ვინც ხის ხელობაზე მუშაობთ. რა ხე არის ეს? და რამდენად გული გწყდებათ რომ ეს ხე აქ დარჩება, არავინ არ წაიღებს, იმიტომ რომ უამრავი ხეა. უბრალოდ იმიტომ იჭრება რომ მაიმუნი ჩამოვაგდონ. ცოტაც ბიჭებო, მიდით. მიდი. ნახევარ საათიანი ჯაჯგურის მერე სანუკვარი მომენტიც დადგა და ხემ მოძრაობა დაიწყო. მიდი. რადედი იჭერს. ეს როგორი ჭერს ამ ხელახს? მაიმუნი ისევ ხეზია. ხის მოჭრა ისევ გაგრძელდა. უცნაურია და მიუხედავად მათი ამ ხელა აქტიურობისა, მათი მეგობარი ურყევად დგას. ჰელიკოპტერი ამოვარდა ჯიმას. მამაკაცები თავიანთ სასქესო ორგანოებს თოკით წელზე იმაგრებენ, რომ სირბილის ამ მსგავსი სანახაობის დროს ხელი არ შეეშალოთ, ან ტრავმა არ მიიღონ. ეხლა თქვენ დაბლარულ მასალას უყურებთ, მაგრამ აქ ესეთ ჰელიკოპტერების ბზრიალი მიდის, რა ვიცი. მართლა გეუბნებით, ამდენი პორნოსაიტზე არ მაქვს ნანახი. ამდენ ხნიანი დავით არაბის მერე მაიმუნი მაინც არ ჩამოვარდა. ამ მიზეზის გამო ჩვენი ერთ-ერთი თანხლები იმ ხეზე აზურა, რომელსაც მოჭრილი ხე დაეყრდნო და სწორედ ასე ჩამოაგდო მაიმუნი. What is going on? Modi, ale. Oh man. Hey, Naina.
შვილებზე ნადირობას იმედი არ აპირები. მაიმუნს იქვე შვილებიც დარჩა და აქ კიდე ერთხელ გამოჩნდა რა ბრუტალურია აქაური სამყარო. მეგონა რომ შვილებს მაინც არ მოკლავდნენ და ჩვენ რო წამოვედით იმ დარჩენილმა ორმა შვილიც მოკლა, შვილებიც არ ვიცი. სიგნალი გადმოსცეს რომ მოკალით. მეომში შეტყობინებას აძლევენ შორიდან და უკან დაბრუნებულებს მოულოდნელი ამბავი დაგხვდა. 2 საათის წინ, როცა მაიმუნზე ნადირობა დავიწყეთ, ნავი ყველამ დავტოვეთ და იქ მარტო დარჩა თავახვეული დაბმული ანაკონდა. He cannot try to move. At the moment, no. ტომის წევრები ანაკონდასაც ჭამენ, თუმცა მისი ცოცხლად მიყვანა სხვა ტომელებისთვის გმირობის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ დაიჭერეს ცოცხლად. თუმცა მოულოდნელად ანაკონდამ გაქცევა მოახერხა. მართლა მოთხრა? How he ნავი არ დაგვიძრია, რადგან ტომის ნაწილი მაიმუნის შულებს გაეკიდა მოსაკლავად და ის გადაგვჩენოდა ჩვენ მათ ნავში დავლოდებოდით. სხვადასხვა როცა მოვდიოდი, ეჭვი მქონდა რომ შეიძლება ვიზიტორების გამო ენადიერად უფრო მეტად და მათთან სამოდემონსტრაციო და ეხა აღარ ყოფილიყო მათი ყოველდღიურობის ნაწილი. ისე დეტალებში ხვდები რომ ეს ნამდვილად ნაღდია, როგორც ეხა მაგალითად, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვედით ეხა, მოვურჩით ნადირობას თითქოს და კიდე 2 კაცი წასულია რომ კიდე მოინადიროს სხვა მაიმუნები, რომლებიც დაინახეს. მე არ ვთხოვდი, ჩემთვის არ კეთდება ეს ყველაფერი. თუმცა სამაგიეროდ უამრავი დეტალი შემომჩნია ამ ტომში, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ტომი პირველყოფილური ნამდვილად არაა. თუმცა სანამ ამ დეტალებს ბოლომდე გაგიზიარებთ, მანამდე ტომის წევრებისგან გავიგე რა ეუცნაურებოდათ ჩემში. Why do you have little heart? He's asking. Huh? Yeah, little heart. Big testosterone. Es por la testosterona, grande testosterona. Do you know why I have few? Because I have weak. Balance. Yeah, balance. You don't have here, no here. Tú no tienes pelo aquí, dice en el pecho. Here me. Genetica difference. Yeah, genética diferente. სხვა მონადირეებს დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და პერიოდულად ტომელები ცდილობდნენ დანარჩენი წევრებისთვის სპეციფიური ყვირილით ხმა მიეწვდინათ. Not that way, this way. I call anaconda. ამდენი წთისგან იმდენად დავიღალეთ, რომ გადაწყვიტეთ რამე გვეკეთებინა და ჩვენი ცხოველების იმიტაციის ნიჭიც აღმოაჩინეთ. Do you understand? Yeah, bye. And he's calling for the imitated for the red howler monkey. და ახაც რა თქმა უნდა ბაჰარი და შანსი არ დაუკარგავს, რომ ჩიტისთვის გაეჯავრებინა. ცოტაში გააკა. You are a really bird guy. I love birds. Thank you. Yeah. Fuck. I'm sure they was. Fuck. ეს იყო მარტო OnlyFans-ისთვის განკუთვნილი და რა მიქნოდა. კიდე ერთი მაიმუნით მოვიდა. შვილმა დაიჭირა პატარა მაიმუნი. Fuck. სანამ მაიმუნის მზადების დიდებული ცერემონია დაიწყება, კიდევ ერთ ცერემონიას გაგაცნობთ. ვარეკა მითხრა, რომ მათი სიკაშე საიდუმლო ტალახის აბაზანებშიცაა და იქ წასვლად შემომთავაზა. თუმცა მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად არაკომფორტული შეიძლება ყოფილიყო მთელი ეს პროცესი. მე ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი დისკომფორტი ტალახი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ტალახის აბაზანა ღამურების მთავარი თავშესაფარია. No? I don't do bats. ტალახის აბაზანა კი არა, ღამურებთან. Are you ready? They will not bite. Never.
Let's go. Maybe COVID. COVID. რა თქმა უნდა შესვლას არ ვაპირებ. მაგრამ მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე გადაწყვეტილებას სულ რაღაც ერთი ემოციური ფრაზა მაცვლევინებს. Come on. Our last day. Moisa. Amigas, come on guys. Როგორ გიზილოს? Okay, no, you don't have to wake up ვარიკა ამბობს, რომ ტალახის აბაზანების ყოველდღე მიიღება 5 წლით ზრდის ცხოვრების ხანგრძლივობას. თუმცა ამისთვის აუცილებელია სრული სხეულით შეიზილო ტალახი. Okay. Guys, what's it? Oh man. Oh man. არ დამეჯა ხო გაფიცე ყველაფერს. ა? ეს როგორ მიდის? არ დამეჯა ხო? ა? არ დამეჯა ხო? არ მომედო. არ მომეგალო. Este para agua poner. Máximo. დავარდი. Is okay? Are you okay? ვაპონი. Voy a poner. Oh, შემბუცებთან ერთად ჩავიდა. Ahí está el celular todo, no, pongan el comentario está. Entonces la bota está viendo con las pilas. Anaconda. რასისტი არ ვარ, მაგრამ უნდა ჩავყევთ. That's it. მოიცა, რასისტი არ ხარ უნდა ჩავყევთ. მე ვერ მივხვდი. No, es que esta verga se está moviendo. Hágame caso, miso. სანამ მამაკაცები ელოდებიან, ქალები პირველ რიგში მაიმუნს ცეცხლზე ბოლავენ, რომ შემდეგ ბეწვი გააცალონ. შიგნეულობას და ძირითად ხორცს ალკე გამოყოფენ, რომ მოგვიანებით მოხრშონ. ხოლო კიდურებს იქვე კანგაუცლელად წვავენ და მოგვიანებით ჭამენ. ზუსტად ეს ხდება ნებისმიერ ცხოველზე, ეხლა რასაც მე ვუყურებ, უბრალოდ ამ შემთხვევაში შემთხვევით უცნაური საერთო მაიმუნია. თორე ყველა ხერხზე ეს ხდება, რასაც ჭამთ, არ ვარ ვეგეტარიანელი, ძალიან მეყვარს ხორცი, მაგრამ სასიამოვნო სანახაობა არ არის. ისინი მაიმუნის არც ერთ ნაწილს არ ტოვებენ შეუჭმელს. კანი, ძვალი, კბილები, ცხიმი, ხორცი, კუჭი და თქვენ წარმოიდგინეთ კუჭში არსებულ ხილსაც კი ჭამენ. ხილს, რომელიც ცოტა ხნის წინ მაიმუნმა ჭამა. ამას სიმბოლური დანიშნულებაც აქვს. ისინი ამბობენ, რომ ხილი ცხოველის ენერგიას ატარებს და ამ გზით მათ გადაეცემათ. ძალიან პარადოქსულია სამყარო. უბრალოდ ემოცია ის არის, რაც არის რა. მე ვერ მოვგლა მაიმუნს. ვერ გავატყავებ და ვერ მოვამზადებ. შეიძლება გავსინჯო. მაგრამ იგივეა ალბათ ამათვის რაღაც ელექტრონული კომერცია. ესენს ვერ იზამენ იგივეს. ვიცი რომ ჩემგან მოულოდნელი არ არის ამის შეჭმა. შემიძლია რეალურად ამის შეჭმა, просто არ მინდა. აი, ცხოვრებაში პირველად არ მინდა.
No, mamá ni me aburro, la menga porque me abrigan la Delicioso? Delicioso. ეს ყველაფერი ალბათ შოკის მომგვრელია. მაგრამ რაც აქამდე გიჩვენეთ, ასე თუ ისე მოსალოდნელი შოკი იყო. ისეთი როგორცაც სხვა YouTube ვიდეოებშიც ნახავთ ამ ტომზე. მაგრამ თანამედროვეების ელემენტები, რომლებიც მე ამ ტომში ჩემი ერთკვირიანი ცხოვრების მანძილზე ვნახე, არც ერთ ვიდეოში არ მინახავს. ალბათ იმიტომაც, რომ პირველ ყოფილობა YouTube-ზეც მეტ ნახვებს აგროვებს. მე მოგიყვებით იმას, რაც შეიძლება შეამჩნიეთ, მაგრამ იმ მომენტში პასუხი ვერ გაეცით. და რომ მოყვეთ, ამისთვის ტრადიციულად უკან უნდა გადავახვიოთ. ვიდეოში თქვენ უმეტესად ხედავდით შიშველ ადამიანებს, მაგრამ ალბათ შეამჩნევდით ტანსაცმლიან ტომელებსაც, მათ შორის თანამედროვე ჩაცმულ ვარეკას. ჩვენ ვითევზავეთ პირანიებზე, მაგრამ არ მიჩვენებია ტომელი მზარეული, რომელმაც ეს კერძი მოგვიმზადა. ჩვენი დაჭერილი პირანიები. ალბათ ნახეთ ტომის წევრები, რომლებიც ჭამდნენ ბრინჯს, იმ პირობებში, როცა ამაზონში ბრინჯი საერთოდ არ მოდის და მის საჭმელად ქალაქიდან ტრანსპორტირებაა საჭირო. ჩვენ ვინადირეთ ღრმა ჯუნგლებში, მაგრამ არ მიჩვენებია როგორ დავისვენეთ წამოწოლელებმა სოციმედიის სკროლვაში, რადგან დიახ, ამ ტომს Starlink-ის ინტერნეტიც აქვს. ზუსტად ამ დაკვირვებების გამო შემეყარ წმენა და გამიჩნდა სერიოზული ეჭვები ამ ტომის ავთენტურობის შესახებ. ვფიქრობდი, თუ პირველყოფილია, მაშინ დენი რა თუნდა და თუ ინტერნეტი აქვს, მაშინ ტყეში რატომ დარბეს შიშველი. სწორედ ამის გამო მუდმივად ვსვამდი კითხვებს. I am also interested, like, for example, wearing that. It's their lifestyle, or they also don't enjoy, but for tourists they make. How is work? No, yo cuando estoy así, siento normal también, estoy bien, When siento he's feliz. like, Without it is better. yeah, this is the better. Yeah, they მოკლედ რა ხდება სინამდვილეში? სადაა ავთენტურობა და სად იტყუება ეს ტომი? სინამდვილეში არსად. იმისთვის რომ ზუსტად გავიაზროთ ამ ტომის მდგომარეობა, უნდა გავიგოთ მათი ისტორია. ყველაფერი იწყება 1956 წელს, როდესაც ვაურანის ტომში თანამედროვე ადამიანები, ამერიკელი მისიონერები გამოჩნდნენ. he was Alejandro Lavacaya. He was a missionary, guys. რომლებმაც ტომეებთან კონტაქტის დამყარება და ცივილიზაციის შეტანა სცადეს. ამ ფაქტმა ტომში არეულობა გამოიწვია. ზოგს გაუხარდა მისიონერების გამოჩენა, ზოგს კი შეეშინდა. შეშინებული ტომელების ნაწილმა უცხო ადამიანები იმ ხელასაფრთხედ აღიქვა, რომ ერთ დღეს 5-ვე მისიონერი ძილშივე მოკლა. So that this guy that was come to conquer for the not civilized people, and one day he was living into this territory, and then everybody they come to kill for the two guys and the men. სწორედ ამ ფაქტის გამო მოხდა დიდი კონფლიქტი და განხეთქილება ვაურანის ტომში. აქ გაიყო ორ ნაწილად ვაურანის ტომის განვითარება. რის შედეგადაც შეშინებული ნაწილი ჯუნგლებში კიდევ უფრო ღრმად შევიდა და დარჩა უკონტაქტო იზოლირებულ ტომად და დღემდე ასეთად რჩება. ვაურანის ტომის მეორე ნაწილმა კი, რომელიც ამ ვიდეოში ნახეთ, აერჩია გარე სამყაროსთან კონტაქტი და ცივილიზაციის ელემენტების გაცნობა. საბოლოოდ ამ ამბიდან 70 წლის შემდეგ ორი სურათია. ერთის მხრივ ვაურანის შეშინებული ნაწილი დღემდე იზოლირებულად რჩება. ისინი დღემდე შეიარაღებულად იცავენ თავს, დარბიან ეკვადორის ღრმა ჯუნგლებში და უარს ამბობენ გარე სამყაროსთან კავშირზე. მათთან ნებისმიერი შემთხვევითი შეჩეხება სიკვდილით სრულდება, მათ შორის 21 საუკუნეშიც. Even now, if you go to uncontacted tribe, there is no chance you will survive, right? No, es que nos matan a nosotros. Difícil. Yeah. ეკვადორის მთავრობა ერთ-ერთია მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული უკონტაქტო ტომების ხელშეუხებლობა. თავის მხრივ ჩვენ ყავს ვაურანის ტომის მეორე ნაწილი, რომელიც ვიდეოში ნახეთ, რომელმაც ადაპტაცია დაიწყო თანამედროვე სამყაროსთან. ამ ადაპტაციის გამო მათ 21 საუკუნეში აქვს თანამედროვეების ისეთი სიკეთეები, როგორიც არის ინტერნეტი, ელექტროენერგია თუ ტანსაცმელი. მათ განვითარებას ხელი შეუწყო არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. სწორედ მათ დაიწყეს ტომებში განათლების შეტანა. რის ხარჯზეც გაიხსნა სკოლები და ტომელების ნაწილმა ისწავლა ესპანური ენა. ამ ტომის განსაკუთრებულება სწორედ იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარკვეული ცოდნა გარე სამყაროს შესახებ, ისინი ირჩევენ ტრადიციებს და თავისუფლებას, რის გამოც ძველებურად აგროვებენ ჩიჩას, ნადირობენ მაიმუნებზე და სხვა ცხოველებზე, თანაც სრულიად შიშვლები. So they prefer hunting naked. Always. Not shorts also. Everything naked. Por eso los monos. ოღონდ ამას არა მარტო ტრადიციების გამო აკეთებენ, არამედ პრაქტიკული მიზნებისთვის. სიშიშვლე მათთვის სირცხვილი არაა. But on the forest is not is good. Está bueno. Sí, muy bueno. It's much better. Yeah, this is wet, no? Yeah, so our bodies and sometimes it's wet when we're raining or when we When raining it's heavy. Yes. მათ აქვთ თანამედროვეების ბევრი სიკეთე, მაგრამ სამაგიეროდ აირჩიეს, რომ დღემდე არ ჭირდებათ ექიმი. მათ ყავთ შამანი, რომლის შესაძლებლობებსაც ღრმად სწამთ. So she will be a shaman. Yeah, she will be a shaman. She will be shaman. მე ავთენტურობაზე კითხვები იმიტომ გამიშნა, რომ მანამდე ყოფილ ვარ ტომთან ტაილანდში. თუმცა ის ტურისტული ზოოპარკი უფრო იყო ვიდრე ავთენტური კულტურული გამოხატულება. მათი ჩაცმულობიდან დაწყებული სავაჭრო ნივთებით დამთავრებული ყველაფერი კომერციული გათვლა იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ტომის რეალურ ცხოვრებასთან.
ტურიზმი აქაც განვითარდა და უცხოელებს აქაც მიეცათ საშუალება მათ ცხოვრების სტილს დააკვირდნენ. When tourists are coming, are you happy? Are you sometimes tired or you feel neutral? No, yo estoy siempre bien. თუმცა ტურისტების მოსვლაზე არაა დამოკიდებული მათი ქცევის შეცვლა. They hunt when they are no tourists. Do you hunt? En cultura de nosotros era siempre diariamente salir cacería. სწორედ ტურისტებისთვის გაკეთდა ინტერნეტიც, რადგან ტელეფონი რეალურად სულ რამდენიმე ტომელს აქვს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჰიბრიდი. ტომი, რომელიც ინარჩუნებს ტრადიციებს, მაგრამ თან იყენებს თანამედროვე სიკეთეებს. ვაორანის ტომის ასეთმა დაყოფამ შექმნა ორი უკიდურესობა. ერთის მხრივ ის შეშინებული ტომი, რომელიც ჩაიკეტა თავის თავში და ტყეში დარბის მხოლოდ საჭმელისთვის, თავისი კარტოფილისთვის და ხახვისთვის და არაფრის გაგონება არ უნდათ იმის შესახებ რა ხდება სამყაროში. მეორეს მხრივ ტომი, რომელიც ადაპტირდა თანამედროვეობასთან და ეძებს შესაძლებლობებს. უარი არ თქვა შესაძლებლობებზე ყალბი მოტივებით, რომ გადავგვარდებითო. მიიღო ის სიკეთეები, რაც მნიშვნელოვანია და დაიტოვა ის მხარეები, რაც უყვარს. Yeah, good. Waponi, yeah. Waponi, yeah. Waponi. ამასობაში ორგანიზაციებმა უკვე ააშენეს თანამედროვე ვაორანის ტომში ახალი სტადიონი, რომელიც შესაშურად უფრო მაგარია ვიდრე ნებისმიერ სოფელში. და მაშინ როცა ტომელების ტრადიციული საქმიანობით არ ვიყავით დაკავებული, თანამედროვე სამყაროს სიკეთეებით ვერთობოდი და ბავშვებთან ერთად ჩვენს აქ თამაშობდით ფეხბურთს. Cinco. მაშინ როცა თამაშისგან ვიღლებოდით, მათ მთავარ ტრადიციულ გასართობს, ტალახის აბაზანებს ვიღებდით. როცა ტალახის აბაზანებისგან მოვიწყენდით, მათ მთავარ ტრადიციულ შხაპს, მდინარეს ვაფარებდით თავს. ოღონდ თანამედროვე სამყაროს ელემენტით, საბნით. მე თითქოს აქ ავთენტურობის საზემლელად ჩამოვედი, თუმცა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ცივილური საზემლელად ჩამოსულა. იმის გამო, რომ დავკვირვებოდი გარედან და მეღლიცინა. თავიდან არ მესიამოვნა, როცა ამ ხელა განვითარება ვნახე. კარგი შოუ არ გამოვიდოდა. მე ხომ მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ ისეთი, როგორიც წარმოდგენაც თავიდანვე მქონდა. ბოლომდე ველურები. სხვა ნებისმიერი სახე ხომ არა ავთენტურია. წამოსვლისას კი მივხვდი, რომ სწორედ ესაა ავთენტურობა. ვარეკაშიც, რომელიც ნადირობის მერე კადრებს ინსტაგრამზე აზიარებს და ამ ბავშვებშიც, რომლებსაც საერთოდ ფეხებზე კიდიათ ეცმევათ თუ არა ტანსაცმელი. და რაღაც მომენტში, როცა იაზრებ, რომ მათ ყველაფერი იციან თანამედროვეობაზე, მაგრამ ირჩევენ, რომ შიშვლება ირბინონ, გიჩნდება ფიქრი, რომ ეს ყველაფერი სიგიჟია, მაგრამ რეალურად ვინ უფრო გიჟია. ვინც შიშველი დარბის ტყეში, რომ ბუნებას ბოლომდე შეერწყას და თავისი ინსტინქტები გაალაღოს, თუ ჩვენ, როცა ხანდახან ძალიან ძვირად ღირებული ტანსაცმელი გვაცვია. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებზე მოახდინოთ შთაბეჭდილება.